შენისთანა უწყინარ და შენისთანა პოეტს წესიერი ადამიანი როგორ დაიჭერს? სასწრაფოთოლია მოვიკითხე. სტალინი დადუმდა. შუბლი შეიჭმახა. ახლოს მოვიდა და მითხრა. შენი მეუღლე აღარ არის ცოცხალი. სამწუხაროა. ვიზიარებ შენს ტკივილს. რა ვქნა? ღმერთი არა ვარ, რომ ცოლი გაგიცოცხლო. შენ კი უბატონოდ ხმას არ გაქცევ. Son never lost.
უამრავი ლეგენდა არსებობს ვარდის წარმოშობასთან დაკავშირებით. წმინდა ამბროსი კი ამბობს, რომ ვარდი ოდრიგამე 60 გვიგუნოს ანაყავლია, რომლებსაც ეკალი არ ქონია. მან ისინი მას შემდეგ გამოისხარეს ადამიანი ცოდვით დაეცა. მას შემდეგ ვარდი ეკალს ისხავს. რათა ჩვენ ადამიანებს უდამ შეგვახსენოს მწარე სიმართლე კაცობრიობის ცოდვით დაცემის შესახებ. ო სიწმინდეო და სიფაქიზე შენ ვერ მოასწარ ისე დაწყნარდი. როცა მზიანი იყავ ისე როგორც უწვიმარ რიჟრაში ვარ. ბოდიჩეს ვართა სწავდა დღეები. რაბაელს იგი ბარავდა ხილში. სადაც ჯიოტო და ვანდეიკი და ლეონარდო იყო დავინჩი. დაემოვარდეს ცეცხლათა ღვარი და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს. მეტად ჩემთვის ეს არის. აი უნდა რომ ისია ვარდებს ეკლიას, ვარდებს უეკლოს ამ დღეების სიმღერა მომართოს. გუსტავალს, მარა ჩვენო და ვარდი.
ისეთი ქონდა ვაჩინას, ვიგონებ თაღებს, ვიგონებ სვეტებს და ყვავილებით მოკარგულ ფარდებს, მაის, კოლხიბეს, ძვირფას პოეტებს და კათედრასთან მიმოხილ ბარდებს. კალათიონისთვის ვარდი შედევრი. ამავე დროს ვარდი ღვთისმშობელი. სილამაზით განთქმული მერი შერვაშით, ბაირონის მერი ჩავარდი, მან უზევის ერთგვარ ჰარმონია დაქცია. და მერიც ღვთისმშობლის ხატებად დავამახა. შენ ჯვარს იწერდი იმღამის მერი. მერი იმღამეს მაგ თვალზე ვდომი. სადომიანცი სალვა და ფერი მწუხარე იყო ვიჩებოდა. აფეთქებული დავუცა სახე იწოდა ნათელა უფექრები, მაგრამ სანთლებს უფექს აკინხოი. იწოდა ტაძრის გუმბათი კალთა, ვარდა დიოდანერის სურნე, მაგრამ ოდენი დაღალო კალთა, სხვა არის ლოცვა კალთა. სალონში, ლაგვაში, ბაღში გაისმის მათი ზღვის სიცი. მაგრამ კონტრასტი არის ამბების. გულსივი, კაცრი და გამშვიდველი. შიერისაკი, კაფეში შედის ბავშვების გუნდი, შიშველტიტველი. მათი თვალები აღარ იცის ხედვაში ხანჯრისა სიება არეპატიის. მესმე ისინი, ქვეყანაში ჩვენზე შურისძიება მათ. ნათხი არიან წარბებს. ურის სავსები შამის წვეთებით. ამ დროს მომხენით არის დარბას, ორკესტრი გრგრილობს თავგანეთი. ის იყო 7 წლის ბავშვი. დაუჩა მინდორჩი. სიმღერა ოქროსფერ ნავში ზეცათა ლაჟვარდში. ო 7 წელი. ოქროსფერ ნავით მოცარტი შენია შენი მოზვავდი ნახავს. გავიდა კვლავ 7 წელი. იმნავებს თან გახლავთ რული, შფოთვარედ გადიქცა 7 გემების გამოჩენას. დაიმსხვრა გემების ცხება, ზღვა გუხდა ბურუში შავში. ტალღებმა გააბესხება, ტალღებმა წარიეს ბავშვი. ზოგისგან დაღმის სახე. დათხვია ჩამჯდარი თავში, მე თვითონ დაჭრილი ვნახე. ალუჩა 7 წლის ბავშვი. საათმა ქალაქის კოშკიდან შვიჯერ დარიგა. თავის სახლის წინ ფოთლიან ეზოს ქვის მეეზო. ცოცხს იქნევს თიბაო. იყო გრიგალი წინახამით დააფიშებით თვითკო ხელიდან დაეტაცა ხუჩის ბავშვისთვის. ერთი ნახევი გაზეთისა გაჟინიანი. რამდენჯერმე მოედო ცოცხი ადგილიდან კი არ დაეცა. გაოცებული მეეზოვე დასწრა და სახეს უფრო მეტი გაოცება გამოეხადა. მას ხელში შერჩა აფიშებში გამოხვეული. პატარა ბავშვი. პომნია მას გზაზე ხშირად ხან ძველი წაღა, ხან ცხენისნალი არ ახსოვს პომნა ცოცხალი ბავშვის. აფიშას არც ერთი არ ჰქონდა ნაკლი, ჩვეულებრივი მაღალი შრიფტით იქ ცხადდებოდა ცირკი. სპექტაკლი. 1891 წლის 17 ნოემბერს სოლოჩიში აიბადა მარტოსი. მიუსახა